ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხაშურის კულტურისა და დასვენების პარკში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. რესურს ცენტრის ინიციატივით პარკში გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატები და თეკაზე ნამუშევრები. პირველ რიგში მინდა მიულოცო ბავშვთა დაცვის დღე ყველა პატარას, უსურვო მათ ბედნიერ ქვეყანაში, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, ბედნიერი ბავშვობა და ბედნიერი მომავალი. დღევანდელი გამოფენა ნამუშევრების ეხება მიძღვნილია ზუსტად 1 ივნისისადმი, ბავშვთა დაცვის დღისადმი. ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი ყავს, რომლებიც სწავლასთან ერთად შესანიშნავად ათავსებენ ხელოვნებას, მუშაობენ თეკაზე, ხატავენ. ამაში დამთვალიერებელი დარწმუნდება, როდესაც მათ ნამუშევრებს ნახავს. ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით არის გამოფენა და არის უამრავი ბავშვის ხელნაკეთი, ზოგი თექის და ზოგი ნახატის. ჩემი ნამუშევარია ქართლის დედა, სოფელი და ძველი თბილისი. ქართლის დედა ეს იყო წარდგენილი დელფიადაზე, ეს ორი ქონდა კოშკაძის სკოლიდან წარმოდგენილი. იმიტომ დავხატე, რომ რა ვიცი. წარმოვადგინე ჩემს სიყვარულს სამშობლოსადმი. გამოფენის პარალელურად სპორტულ დარბაზში ჭადრაკის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს 10 წლამდე გოგონები და ვაჟები ხვდებოდნენ. გამარჯვებულებს საპატიო სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. დღევანდელი დღე ბავშვთა დაცვის დღეა, მოიხსენებათ 1 ივნისი, მის ამ დღისადმი მიძღვნილი რაიონის პირველობა, პირადი პირველობა მოსწავლე მოჭადრაკე გოგონებსა და ვაჟებს შორის. დამთავრდა უკვე პირველი ეტაპის ასე ვთქვათ 10 წლამდე გოგონების ტურნირი და ბიჭების, რომელშიც გამოივლინდა პირველი, მეორე ადგილოსანი, მესამე ადგილოსნები და მონაწილეებმა მიიღეს დიპლომები, ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ. დღეს ჩატარდა ჭადრაკის ოლიმპიადა გოგონებს შორის, მე დავიკავე პირველი ადგილი. ძალიან მიხარია, ყველას უსურვებ გამარჯვებას და ყველა ბავშვს ულოცავ ბავშვთა დაცვის დღეს. ვაჟთა ჩემპიონატი ჩატარდა და მან დავიღე მეორე ადგილი. ჭადრაკის ჩემპიონატი იყო და ცოტა არ იყოს შემეშინდასავით, რომ წაგების, მაგრამ როგორც ხედავთ მოვიგე. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხაშურში დილის 12 საათიდან დაიწყო.